გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. რადიო თავისუფლების გვერდზე წავიკითხე მზია ამაღლობელის დაკავების თაობაზე ბათუმის პოლიციის უფროს სილა რომ გააწნა. დაკავება თურმე ყოფილა უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და იურისტების შეფასებით ბათუმელებისა და ნეტ გაზეთის დამფუძნებლის ბრალდება და წინასწარი პატიმრობა სამართლებრივ ლოგიკას არ ექვემდებარება. ხოლო ალიყური იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციას გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება. ეხლა აი ასეთი რამ წავიკითხე და პირველად თვალს არ დაუჯერე, დაწერილის აზრი ვერ გავიგე, რამდენჯერმე გადავიკითხე და როგორც იქნა მივხვდი, რაც ეწერა, რომ თურმე ალიყური იგივე სილა, რომელიც ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად არ ითვლება. საინტერესო აბა რად ითვლება? რაღაც განმარტებითი სიტყვა ხომ უნდა არსებობდეს ამ ქმედების აღსანიშნავი. თუ თავდასხმა არაა, მაშინ თავდაცვა, თუ სიყვარულისა და ალერსის გამოხატვა. კი, სილა და ალიყური შეიძლება ალერსისა და სიყვარულის გამოხატვის ნიშანი იყოს სპეციფიურ ინტიმურ სიტუაციებში, მაგრამ ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, ძალიან შორს იყო სპეციფიკური და ინტიმური სიტუაციებისგან. მოკლედ, ადვოკატები სრული სერიოზულობით ამბობენ, რომ სილა და ალიყური ეს არაა თავდასხმა. კარგი, ადვოკატი იმის ადვოკატია, რომ ვალდებულია თქვას რამე გასამართლებელი. ის ამაში ფულს იღებს და რიგ შემთხვევაში კი ძალიან დიდ ფულს. ღმერთმა დაიფაროს და რამე ამბავში მკვლელობაც რომ მოხდეს, ადვოკატი იმასაც იტყვის, რომ მოკლული უკვე მკვდარი მოვიდა შეხვედრაზე. მაგრამ ახლა ადვოკატების აზრი ნაკლებად მაინტერესებს, მე უფრო ის მაინტერესებს, რადიო თავისუფლება ამ სიშტერეს თავისთან რომ დებს, აი მათ რა უნდათ, რას ამტკიცებენ. თუ მათთვის სულ ერთია ვინც რა სიშტერე არ უნდა თქვას, მთავარია ეს არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ იყოს მიმართული. რადიო თავისუფლება ჩემი ასაკის ხალხს ემახსოვრება, რომ კომუნისტების დროს იყო, ასე ვთქვათ, ნათელი სხივი ბნელეთში, სუბთაერის ყლუპი. იმ დროს ჩვენი საერთო ქვეყანა SSRK მოწყვეტილი იყო საერთაშორისო ინფორმაციას კრემლის მარაზმატიკოსი უხუცესები აკონტროლებდნენ საზოგადოების ნებისმიერ გადახრას მარჯვნისკენ თუ მარცხნისკენ და ყველა უცხოური ხმა ჩვენ მიერ აღიქმებოდა როგორც რეჟიმთან ბრძოლა. ხამე მახსოვს ვატრიალებდი რადიო მიმღებს, ვეძებდი რამე იმნაირს და როდესაც მოუნახავდი და ხარისხი კი საოცრად ცუდი იყო, კომუნისტები რასაკვირველია მთელი ძალებით ახშობდნენ უცხოურ სიხშირეებს. დიახ, მოვძებნიდი უცხოურ ხმებს და ჩემზე ბედნიერი ალბათ იმ მომენტში სხვა არავინ მეგულებოდა და საკუთარი თავი დიდ დისიდენტად წარმომედგინა. დიახ, მე ვუსმენდი მტრულ ხმებს. ახლა სასაცილო ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ იმ დროს ასე იყო. ამერიკის ხმა, რადიო თავისუფლება, ეს რადიოსადგურები ასე გვეგონა სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებდნენ. ახლა კი უკვე ამაში ცოტა არ იყოს და ეჭვმეპარება. შეიძლება ეს თავისუფალი რადიოები იმ დროსაც იტყუებოდნენ, ისევე როგორც ახლა, და დროთა განმავლობაში მათი უფროსობა სრულიად შეიცვალა და მართალი და სინდისიანი ადამიანების ადგილას მოვიდნენ მატყუარა და უსინდისო ტიპები. ამას ვარაუდის დონეზე ვამბობ, მაგრამ პრინციპში რომ გადახედო რადიო თავისუფლების ისტორიას, ნახავ რომ ამ რადიოსადგურს ოდითგანვე აფინანსებდა და მართავდა CIA, ანუ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო. ხო და ახლა უკვე როდესაც მეტნაკლებად ვიცი CIA-ის ცხოვრებისეული გზა და მისი საქმენი საგმირონი, ხვდები რომ ნებისმიერი მათი სიტყვა რამდენჯერმე გადასამოწმებელია. მე რადიო თავისუფლების რუსულ ენოვან ინტერნეტ გამოცემაში მომიწია რამდენიმე წელი მუშაობა და მეტნაკლებად შიგნიდან ვიცი თუ როგორ იცვლება მათი პრეფერენციები. როდესაც
2016-ში დავიწყე მათთან თანამშრომლობა, მაშინ სხვა დაკვეთა ჰქონდათ. მერე კი მათი პარადიგმა შეიცვალა და გარკვეული პერიოდის შემდეგ მომიწია მათთან დაშორება, რადგან მე გია ხუხაშვილი და გუბა სანიკიძე არ ვარ პრინციპებს, რომ წინდებივით ვიცვლიდე. დიახ, დღეს რადიო თავისუფლებას აქვს მიმართულება ჩვენი ხელისუფლების ნებისმიერი გზით დისკრედიტაციისა. არ ვიცი ხვალ რა იქნება, მაგრამ გარწმუნებთ, თუ კი აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის კურსი შეიცვლება, თუ კი იქნება ამის კეთილი ნება და დაკვეთა, რადიო თავისუფლება გადაატრიალებს ფირფიტას და სხვა ხმაზე ამღერდება და ზოგიერთი იურისტისა და ადვოკატის ბრიყულ და სრულიად შტერული მოსაზრებების პოპულარიზაციას აღარ მოახდენს. მოკლედ, ვნახოთ რა იქნება და როგორ. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.